დავით არახველიძეს დღეს პარლამენტში ელოდებიან განსახლებისა და ლტოლთა მინისტრი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხდომას დაესწრება და დეპუტატებს დევნილებთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებებს წარმოადგენს. საუბარია დევნილთა სტატუსის ახალგანსაზღვრაზე, ასევე ორმაგდება დევნილთათვის შემწეობები. მათ კი, ვისაც ხელფასი 1250 ლარზე მაღალი აქვს, ეს დახმარება მოეხსნება. სიახლე პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, მისი საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში ცვლილებები ძალაში 1 მარტიდან შევა. ცვლება თვით დევნილის განმარტება და თუ აქამდე დევნილი მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძლევით გადაადგილებული პირი, ახლა შეიძლება ის იყოს ნებისმიერი სხვა მასობრივი ძალადობის შედეგად გადაადგილებული პირი, რომელსაც სხვადასხვა მიზეზთა გამო არ შეუძლია დაბრუნდეს თავის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე. შემოდის ახალი განმარტებები, ეს არის დევნილის სათანადო საცხოვრებელი, გრძელვადიანი განსახლება, მართლმზომიერი მფლობელობა ფართის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დევნილთა შემწეობა იზრდება 45 ლარამდე. დევნილთა შესახებ კანონპროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ დევნილთა სტატუსი, ცნება, მათთვის შემწეობის მიღება, შემწეობების ჩამორთმევის შემთხვევაში მისი აღდგენის პროცედურები, ვადები, საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურები, ეს საკითხები რეგულირდება ამ პროექტით.